მოგესალმებით, დადგა სამშაბათი საღამოს რის ნახევარი მე გახლავართ გიორგი დარასელია და მინდა აუცილებლად მოვიკითხო ყველა ის ადამიანი, ვინც გასასწრებსა შინახავთ. პატიმრები მინდა მოვიკითხო განსაკუთრებით უცხოეთში მყოფი ქართველი და ის ადამიანები, ვისაც რა პრობლემა გაქვს, ძალიან ბევრ ადამიანს ბევრი რამ გიჭირთ და ყველას მინდა რომ სიკეთე და სიხარული გისურვოთ და ხო ის ხა როგორი პერიოდია, რაღაცნაირად ყოველთვის ხდება ხოლმე ისე რომ რაღაცა ხან ვერ მოდის სტუმარი ჩვენამდე მის დროზე და ამიტომ მე დავიწყე ეგრევე და შემილია რომ ზარები შემოუშვა, ოღონდ ჩვენ ზარების უკან იყოს არა განკითხვა რა სხვა ადამიანებს, იმიტომ რომ ძალიან დამღლელია და პოლიტიზირებული არ იყოს თუ შეიძლება და შემოუშვებ ნებისმიერ ზარს და ვილაპარაკოთ თუ აი რატო გვაკლია ერთმანეთის სიყვარული, აი რატო დააკლდა საერთოდ ღევანდელ ადამიანს ის რომ ისეთი დრო აღარ არის მის ცხოვრებაში როგორცაც ელოდა რა რატო ვერ შევდეგით რაღაცნაირად ხდება ხოლმე რომ ჩვენ რაც გვინდა ისე არ ხდება და ალბათ ჩვენ არ ვფიქრობთ ხოლმე ამაზე თუ რატო არ ხდება ესე რა ძალიან სამწუხაროდ ჩვენ და ჩვენ ყოველთვის როგორც გვინდა ისე არ ხდება ხოლმე მაგრამ ეს იმიტომ არის ყველაფერი რომ ისევ რაღაცნაირად ჩვენი ცხოვრების მანძილზე ცოტა რო არ მოვეშვათ რა და რაც არ ყლავს ყოველთვის გაგვაძლიერებს ხოლმე ყოველთვის ესე ხდება ხოლმე და აი თუ რაღაცნაირად ჩვენ ვართ დღეს ცოცხალი და რაღაცნაირად ვარსებობთ ხო ესე იგი ჩვენ ღმერთს ვჭირდებით აი ამის იმედი სულ გქონდეთ თქვენ ყოველთვის რომ აი რახან სადღაც გადაურჩით რაღაცა პრობლემების იქითკენ კიდე დღეს კიდე რაღაცნაირად მძიმეთ მაგრამ სუნთქავთ ხო ესე იგი ჩვენ ღმერთს ვჭირდებით და ბოროტი კიდე ყველაფერს აკეთებს იმისათვის რომ ჩვენ რაღაცნაირად ღმერთი დავგმოთ ღვთის იმედი დავკარგოთ სასწაკვეთაში ჩაგვაგდოს და მერე პრობლემები შევიქმნათ ამით და სავალალო მდგომარეობაში ჩავარდეთ და ადამიანები სუიციდამდე არიან მისულები და რამდენი სიკვდილიანობა რამდენი პრობლემაა კიდე და როგორ ერთმანეთის სადმი ძალიან გაციება არის რაც თავარი არის და ყველაზე თავარი რა არის აი ჩვენს გვერდზე რომ ვიღაც ადამიანს უჭირს ხშირი შემთხვევა არის რომ რაღაცეთ მარტო რჩება ხოლმე რა დღეს ესეთი სიტუაცია და ძალიან ცუდი არის და აი თუ არის იმის საშუალება ხო ჩვენ ყველაფერი უნდა ვქნათ თუ შეიძლება რაღაცნაირად მატერიალური საშუალება შეიძლება არ გქონდეს ბევრი, მაგრამ თუ შეგვიძლია ჩვენ რომ რამენაირად აი ლოცვით მაინც იმ ფიქრში რომ აი მასზე დარდით მაინც ხო გვერდში დაუდგეთ მაშინ უკვე ეს კიდე ცალკე სიკეთეა იქითკენ და ჩვენ არ გეგონოთ აი ჩვენ ხელში არის დიდი ძალა რომელთაც აუცილებლად შეგვიძლია სხვა ადამიანის გადარჩენა სხვა ადამიანის ცხონება და სხვა ადამიანში იმედის ჩასახვა აი ხშირად ყოფილა ხოლმე მე მაგალითად წამოსულა რაღაცა დადარდიანებული შეიძლება პრობლემის ქვეშ ყოფილა მაგრამ უცბად ვიღაცა ერთი ადამიანი შეგხვედრია და მთელი ქვეყანა შეყვარებია ისეთი უთქვამს და ფიქრობ რომ არა ღმერთო აი ჩვენ გადავრჩებით, იმიტომ რომ ესენი არსებობენ და ესეთ ადამიანს გვიგზავნის ხოლმე ღმერთი და ბევრი ესეთი ადამიანი დადის. აქ უბრალოდ თავარია რომ ჩვენთვის ეს იყოს საკმარისი. ჩვენ არ უკმაყოფილდებით იმით რომ დღეს ვიღაცა შეგხვდა, ვის ნახვასაც ვიღაც შეიძლება სხვაგან ნატრობდეს სიტყვაზე. დღეს ვიღაცა შეგხვდა, რომელიც შეიძლება ვიღაცას არ შეხვდეს და ჩვენ ყველანი ერთმანეთისათვის ვარ გაჩენილი და ერთმანეთისთან გასახარად და ნახეთ ბოროტმა როგორ მოაბრუნა სიტუაცია გასახარად კი არა ამ დროს ჩვენ ერთმანეთს ვამწუხრებთ ჩვენი ცხოვრებით წარმოიდგინეთ აი როგორი მობრუნებული არის სიტუაცია ღმერთმა ეს დააპირა რომ აი ვიღაცა სხვა ადამიანი გააჩინა ჩვენს გვერდით და დაგვეხმაროს პრობლემა შეგვიმსუბუქოს ტკივილი შეგვიმსუბუქოს ეს ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთო ხო და ჩვენ კიდე პირიქით ერთმანეთს რას უშვებით ხო როგორ თელავთ როგორ ვიმეტებთ და რა დღეში ყავს ერთმანეთი ძალიან სავალალო მდგომარეობა ამ ხრივ იმიტომ რომ ჩვენთან რა არის ჩვენ ბევრი არ ვართ ძალიან ცოტა ვართ იმისათვის რომ სიძულვილს დაუტოვოთ ადგილი რა და ძალიან გთხოვთ აი გეხვეწებთ აი ყოველი განკითხვის და იმის ყველაფერი აი სიტყვაზე ყველა ზარი შემოვიდა ისეთი რომ ჩვენ თავს დავუბრალოთ ყველაფერი და მე ადვილი იქნება უფრო საუბარი ისე რომ სხვას არ განვიკითხავთ რა და ის სიტყვაზე აი ხა პირველი ზარი ხა მე ვცდი ცხოვრებაში ზარი არ შემომიშვია უბრალოდ მამაო რომ აგვიანებს ამის გამო გადავწყვიტე რომ ესე ზარები შემოუშვა და თუ შეიძლება გისმენთ მოგესალმებით დიახ გამარჯობათ რა თემა გაწევთ აი თქვენ როგორ ფიქრობთ უბრალოდ ადამიანებს შორის რამ განაპირობა რომ ესეთი რთული სიტუაციაა
აი, ჩემო კარგო. იცით როგორ არის? ქართველები ვიყავით ერთმანეთში, აი, თვალებში შევცისინებდით ერთმანეთს. ვიყავით ჩახუტებულები, წარსულთან გავიცი როგორ ვერ ველეოდით, წარსულით დღევანდელ დღეს ვაშენებდით, დღევანდელი დღით აწმყოთ ამას. და ეხლა დედა გვიტირეს გარე ძალებმა აი ამაში უნდა მოუძებნოთ ჩვენ თავში ძალა და როგორმე თაობა წაგვართვეს 90 წლის შემდეგ დაბადებული ხალხი არაფრად არ ვარგა თუ ყველა ევროპას გაიძახებდა ევროპამ აგერა ვენაცვალე ამ თავრობას ეგლა ერთი რამე რაც ძალიან კაი გააკეთეს ეგლა გადასარევები არ არიან მაგრამ გადასარევი გააკეთეს მადლობა ძალიან დიდი მადლობა ხო რაღაცნაირად ისე უბრალოდ რა არის იცით აი რაღაცა ცხოვრება ისე შეიცვალა რაღაც თაობები მოდიან რომელთაც აუცილებლად უნდა რომ ჩვენ უნდა მივხვდეთ რომ თუ რა შეგვეშალა მათთან რა აი რო სიტყვაზე ვერ გაიზარდა ისეთი როგორიც თაობათა შორის სულ ყოველთვის იყო ხოლმე ბრძოლები და სულ ყოველთვის ყოფილა ის ახალი მოდის იმიტომ რომ ძველი რაღაცა მიჩქმალოს არავის არ უნდა ახალზე ძველზე დგომა იმიტომ რომ ახალია თვითონ და უნდათ რომ მისით იწყებოდეს ყველაფერი ეს როგორც ყოველთვის ხდება ეხა ამ თაობასაც მომავალს არ გამოდის უჩვენოთ რა ვქნათ ვარსებობთ ჩვენ და ვერ გავექცევით ამ ყველაფერს და აი ეს პრობლემა არის თაობათა შორის ბრძოლა სულ ყოველთვის იქნება და იყო ეს და ეს არ არის უბრალოდ რა არის ისეთ რაღაცა ღირსეულ ბრძოლაზე კარგი არაფერი არ არის რა ის რო სიტყვაზე შენი გაშავებით ის ვერ შედგება და სიტყვაზე იქამდე რაც იყო აი ხა ჩემმა თაობა მაგალითად ჩვენ წინა თაობას რა თქმა უნდა ყველა თაობა ახალი დაბადებული წინას ებრძვის აუცილებლად ყოველთვის ესე არის ხოლმე მაგრამ აღიარებს კიდევაც და რაღაცა ღირსებები აქვს რომელსაც არ გადადის და ეს ეხლა ახალი ბრძოლა რაც არის ხო არის მიმართული როგორ იცი რაღაცა უღირსი მეთოდებით ყველაფერს უშვებენ რომ მოგიგონ და ეს არ არის ნამდვილი ბრძოლა აი როგორ რაღაცა იცი რომ მე უნდა გამიხარდეს მაგალითად ჩემ წინამ თუ უფრო მაგრა შეძლო და ამათ პირიქით ესენი შენ კარგსაც მიგიჩქმალავენ ამ ყველაფერთან ერთად შენც მიგაყოლებენ და ასე შემდეგ და ეს არის ცუდი რა ანუ იმ ბრძოლაში და იმ თაობაში იმ ტერიც რო ღირსეული გინდა ხო ნუ თუმცა ყველა ესე არ არის რა თქმა უნდა არიან კაი ხალხიც არიან ძალიან ბევრი მაგარი ადამიანები იზრდებიან და მერთმა ხელი მოუმართოთ უბრალოდ სულ ყოველთვის იქნება ეს ახლა არ არის ახალი არავისათვის და ყოველთვის იქნება ახლა ალბათ მე რო დავებადე მეც ვებძოდი წინათაობას ისინი მათ წინათაობას იმიტომ რაღაცა ეს ხდება ხოლმე ჩვენ ცხოვრებაში, იმიტომ რაღაცა გვინდა რომ ახალი დავნერგოთ, ახალი შემოვიტანოთ ის ძველი რაღაცნაირად გვინდა რომ ძველი დარჩეს და რაღაცნაირად ჩაიაროს იმან და ახალმა ჩვენთან ერთად დაიწყოს სიცოცხლე და აი ამ იმაში ჩვენ ყველაზე ცუდი რაც გვავიწყდება რომ მეორე ადამიანის პატივისცემა გვავიწყდება რა მეორე ადამიანი გამოგვეპარება და ის რომ აქამდე ჩვენ ვინც მოგვიყვანა ეს აღარ გვინდა რომ იყოს ესე არ არის აი ეშმაკისგან არის ეს ბოროტისგან არის იცით რატო რომ თუ შენ წინა თაობა არ გემახსოვრება ვინც შენამდე აქ იცხოვრა და შენამდე აქ ვინც იყო ხო ესე იგი შენ უმადური ხარ და ყველანაირი უმადურობა არის ბოროტისაგან საერთოდ ეს იცოთ ეს ყოველთვის ეგრე არის იმიტომ რომ აი ბოროტსაც ეგ უნდა რა შენ თუ იმას არ დააფასებ შენ ვიზეც დგახარ იქამდე შენამდე ვიღაცამ რომ აი აქ იცხოვრა აქ ისუნთქა და ეს ყველაფერი ვიღაცას ეკუთვნოდა ხო რაც არ უნდა შენთვის ის იყოს მიუღებელი ხო ამ შემთხვევაში ამ ყველაფერს თუ ვერ დაინახავ შენ იქნები დაუნახავ იმიტომ რომ ჩვენამდე ყოფილან ადამიანები ჩვენს შემდგომაც იქნებიან და მას შემდგომაც იქნებიან ვიღაცები და ასე რომ ჩვენ ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენ ამიტომ არის აი რელიგია ამიტომ არის მთავარი ჩვენ სიცოცხლეში რომ რელიგია გასწავლის მადლიერებას აი რელიგია გასწავლის აი თუნდაც ამ მარხვაში რო არის ხა აი იმ ღმერთის ჯვარცმის პატივისცემას გასწავლის რომ შენთვის ეს ყველაფერი გაკეთდა ხო და აი დღეს ჩვენ ეს ყველაფერი უნდა რომ ბოროტმა დაგვავიწყოს და ყოველთვის იცოდეთ რა სადაც
თქვენი სიმართლე იქნება თუ 1000%-იანი იქნებით ან 1000-ჯერ უფრო მეტი მცოდნე, სადაც ვიღაცა ადამიანის შეურაცხყოფა ან უარყოფა დაიწყება მისი ადამიანობის, მაშინ ნებისმიერი საკითხი იმ თქვენ სიმართლესთან ერთად არის მეორე ხარისხოვანი. ეს ყოველთვის იცოდეთ ხოლმე და გაითვალისწინეთ ხოლმე, იმიტომ რომ ჩვენ სიმართლეს ფასი არ ექნება თუ სხვის პატივისცემაზე არ იქნება დაფუძნებული. არანაირ სიმართლეს საერთოდ, რა ვიცი, აი როგორი სიმართლეც არ უნდა იყოს, ზარი არის ეთერში, იმიტომ რომ ხშირად ხდება ხოლმე, რომ ბევრი ადამიანი ცდუნდებიან, თუნდაც შეიძლება ეკლესიური იყოს, თუნდაც რაღაცა ზეცასთან იყოს დაკავშირებული სულ მთელი ცხოვრება რაღაცა, მაგრამ რაღაც საბოლოოდ რაღაცა ისეთ რაღაცაში ცდუნდეს, რომ სხვათა შორის ესეცაც ებძვის კიდევაც ბოროტი, რა თქმა უნდა, რომ დაგაშოროს ზეცას, შენი უმადურობით, შენი ცოდვით და ასე შემდეგ და ყველაზე დიდი ცოდვა რაც კი შეიძლება ამ ქვეყანას გააჩნდეს ადამიანს, ეს არის უმადურობა და აი ყოველთვის აი სამადლობელი ლოცვებში იმაში, აი სულ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ მადლიერი უნდა ვიყოთ, თუნდაც აი იმ ერთი წუთის, რომელსაც დღეს აი სიტყვაზე ჩვენ ერთად ვატარებთ რა. ზარი არის ეთერში კიდე შემოვიწყება, უცე დიახ გისმენთ? ალო გისმენთ? ბატონო გიორგი. დიახ. მე ახლოს გენა შემოგევლე. გაიხარეთ. როცა ვიყავი 84 წლისა ვარ. დიახ. ნორინა თავად ჩავაბზინე და ვეღარ დავდივარ. ხოდა თქვენ მაჩუქეთ მამაო გაბრიელის სურათი, თუ გახსოვთ? მართლა კი. გახსოვთ? გიორგი. არ მახსოვს ესე, მაგრამ დიახ. ხო, ეს მიტინგზე მოხდა, მე გამოგელაპარაკეთ და მე თქვენმე მაჩუქეთ ეს და მაგ თქვენი ის და სულიხსენებ. ძალიან დიდი მადლობა და წარმატებებს გისურვებთ. აი ხა თუნდაც ჩვენ რაღაცნაირად გარკვეულწილად არ გათიშოთ გეხვეწებით, მინდა რომ იყოთ ხაზზე. ბევრი ადამიანი არის, რომ თქვენაირად რაღაცნაირად ისეთ არც ერთსაც არ ითქვის აუქს. მიუხედავად იმისა, რომ ესე დღეში ბრძანდებით და ჩვენ კიდე რამდენი ადამიანი არის, კარგად არის, დადის კიდევაც ყველაფერი, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ და რაღაცნაირად წუწუნებთ, რაღაცა იმაშვებით ხოლმე ამ ყველაფერზე მადლიერი არ ვართ, ხო და თქვენგან მინდა რომ აი ძალიან გთხოვთ, რახანს ლოგინს ხართ მიჯაჭული, ხო როგორც მითხარით, ხო? აი რამდენად ბედნიერია ის ადამიანი დღეს ვინც დადის, აი თუ შეიძლება რომ აი ეს თქვათ რა, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რომ თქვენ ეს ყველაფერი გენატრებათ ალბათ, ხო? ბატონო გიორგი, მე და ერთი დღე შემახვედრა თქვენთან, თქვენ და აი ჩემი გასაჭირი გითხრა. მე გამწარებული ადამიანი ვარ. მე ვარ ის ადამიანი, რომელსაც არც ბავშვობა ჰქონდა, არც ახალგაზრდობა და არც სიბერე. ჩემი მამა სამამულოში დაიღუპა. ხო და ობლად გავიზარდე. ნუ დიდი ისტორია, მე დაწერილი მაქვს ჩემი ეს ყველაფერი. აუცილებლად შევეცდები რომ მე მოვიპოვო ეს თქვენ აუცილებლად გნახავთ მოვა ის აუცილებლად ლამაზი დღე და აუცილებლად პირადად შეხვდე ეხა ნომერს აუცილებლად ჩავიწერ მე თქვენსაც და აუცილებლად დაგიკავშირდებით. დიახ, ალო. კი არის მიწყვეტილად ისმის სამწუხაროდ ჩვენ და მაგრამ ადრე შეხვდით ხო მიტინგზე ვინმეს არ ეგონოს ამ ახალ მიტინგებზე დადისო. არა, ეგ ადრე იყო ახლა სადღა შემიძლია მე ჩავადგილი ვარ ხო გეუბნეს კამით და იმის გადავადგილდები ოთახში. გენაცვალეთ. და ვარ 4 კედელ შუა შვილები მაგჩევენ ყურადღებას. გენაცვალე. აი ეს არის საქართველო, რომ აი ესე რაღაცნაირად, აი მიუხედავად ამ ყველაფრისა, რომ კიდევ მადლობთ ღმერთს და ეკლესიური რო ხართ, ეგ არის ძალიან მაგარი. ეკლესიური ვარ, უნდა ვიყო, იმიტომ რომ ჩემი შვილი მამაოა. მაგარია. გენაცვალე. მამაოა რუსთავში მამაოა, უკვე 25 წელიწადია ემსახურება იმ ეკლესიას. გენაცვალე. რა გინდათ, ყველაზე ბედნიერი ხართ თქვენ რომ ესეთი შვილი გაგიზდიათ. აბაზე მაგაზე მეტი რაღა უნდა გაეკეთებ მიუხედავად იმისა, თქვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე და ხშირად ხდება ხოლმე სხვათა შორის, რომ დიდ მადლობას მოგახსენეთ. მე აუცილებლად მოგიკითხავთ, თქვენ ნომერს აუცილებლად ჩავიწერ და
ერთი ის მინდა რა ქვია საკითხი რომ აი ხშირად ხდება ხოლმე რა ხა იქ ალბათონმა დაარეკა წარმოიდგინე რომ აი ესეთი ტკივილით ესეთი მწუხარებით ამხელა რაღაცა განცდების მქონე ადამიანი ხშირად ხდება ხოლმე რომ იქით ხდება შენი მანუგეშებელი კი არა შეიძლება ადამიანს ელაპარაკებოდა შენ რაღაცა მეათასედი რო არის მისთვის ისეთ პრობლემას უყვებოდე თვითონ იმხელა პრობლემის მქონე იყოს და საერთოდ არ იმასგანს იქითკენ პირიქით რაღაცნაირად განუგეშებდეს ხო აი ჩვენ უნდა გვახსოვდეს ეხა ხშირად ხდება ხოლმე რომ ვიღაცა შეიძლება ვიღაცაზე იქილიკო ვიღაცაზე რაღაცა ანუ ჩვენ ხო მატერიალურზე არ გვაქვს მარტო საუბარი ხო ეხა ჩვენ ვიღაცას უკვირსო ვიღაცა მატერიალურად კარგად არის მაგრამ ჩვენ გვაქვს სულიერად უნდა იყო კარგად რა ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა და ყველაზე მთავარი რაც არის აი ყველაზე დიდარი ვინ არის ვისაც სულიერად აქვს ისეთი სიმდიდრე რომ მყარად დგას და აქეთ ხვის მანუგეშლებად ითვლება რა აი როგორია რომ აი ძალიან რთულია და ყველაზე მთავარი რა არის ეხა აი საპატიმროში პატიმრების განსაკუთრებით მოვიკითხავ აქედან დიდი სიყვარულით პატიმრები და ისინი აქეთ რომ ნახავ ნებისმიერ პატიმარს აქეთ განუგეშები ამხელა პრობლემა აქვს ზოგი ადამიანი ხამე რო ძინავს წარმოიდგინეთ რამდენს ფიქრობს და რამდენს დარდობს ხო როგორია და დილა შეიძლება შეგხვდეს და ისე განუგეშოს აქეთ რომ შენ თვითონაც გაგაკვიროს აი ეს არის იმ დარდის სწორად გამოყენება შენ რაც გჭირს აი ეგ არის რომ აი შენ რო დარდი გაქვს შენ რო პრობლემა გაქვს და მე ამ დარდს ისე რომ მოაბრუნებ რომ სხვას ანუგეშებ ანუ აი ეს დარდით რომ შენ სწავლობ და შენ რო ღმერთს უახლოვდები შენი დარდით ხო ის დარდი უკვე საბოლოოდ გამარჯვებულია რა ეს იცოდეთ ყველა ტკივილი რაც კი ჩვენ ცხოვრებაში იარსებებს და აუცილებლად იქნება რა არ გეგონოთ თუ ტკივილის გარეშე ვინმე ადამიანი იყოს ამ ტკივილით რომ შენ ღმერთამდე მიდიხარ იმ ტკივილს რომელსაც შენ ღმერთამდე მიყავ ხარ ხო ის ტკივილი არის ყველაზე დასაფასებელი რო იცოდეთ წყალებში ხა ტკივილს როგორ უნდა გაუძლო რა თქმა უნდა ხა სიხარულით მიხვიდე ღმერთთან მაგრამ ტკივილი რა უქნია ტკივილს რა ხან არის ხოლმე რომ ვიღაცასაც რაღაცა მისწავლებია რაღაცა ყოფილი რაღაც საქმეში დამირიგებია და რომელ საქმეში დამირიგებია იცით მარტო მხოლოდ იმ საქმეში სადაც მე თვითონ გული მტკენი ან ტკივილი განმიცდი არც ერთი სიხარული საქმით მე ცხოვრება არ მისწავლი ან ცხოვრებაში წინ არ წავსვლა ან ისეთი რაღაცა არ მოსვლია რომ ვიღაცა დამერიგებინოს უბრალოდ ყოფილა რაღაცა მაგრამ აი იმ ტკივილს ჭირს ვარამს და მწუხარებას ყოველთვის როცა გამომიყენებია საჩემოთ იმხელა რაღაცეები მისწავლია რომ სხვისთვის ყოფილვარ დამხმარე და იმიტომ არის ეს გამოცდილი ადამიანები ამ ტკივილით ამ იმით ვიბადებით ჩვენ ამხელა რაღაცა გადაგვაქვს თან საქართველოში ცხოვრები ადამიანი ძალიან გრძნობიარი არის თვითონ და ამ გრძნობებს მე სხვებსაც უზიარებთ თუ ამ ტკივილს სწორი მიმართულებით წავიყვათ აი სწორად გამიგეთ რა ყველაფერმა უნდა დაგვაფიქროს თუ რატომ მოხდა ესე აი ესეთი რაღაცა ძალიან გთხოვთ რა აი ყოველთვის ვეცადოთ რა თუ შეიძლება რომ იმას ვქნათ რა ქვია ვეცადოთ რომ აი მამაუც მობზანდა ეხლა და ვეცადოთ გეხვეწები რომ ჩვენმა ტკივილმა მიგვიყვანოს ღმერთამდე და არ გაგვაბოროტოს სხვათა შორის მამაო შემოგვიერთა და დიდ მადლობას მოგახსენეთ მამა მობზანებისაც მიუხედავად იმისა რომ ამდენი გზა განვლეთ მადლობას გიხდით იმისაც რომ ესე შეწუხდით რაღაცნაირად ისე გული დამწყდა მამაო რომ რაღაცნაირად მაგრამ ამ საცობების გამო არაუშავს რა ვქნათ თუ შეიძლება მამაო ხშირად ხდება ხოლმე რა ყველაფერი იმას მოგილოცავთ მამაო რა თქვენ ცხოვრებაში სიკეთე მოხდა და ხშირად ხდება ხოლმე ბოლოს რომ ისაუბრეთ მამაო თქვენ აი რაღაცა იმის შესახებ რომ რაღაცა გარდაცვალების შესახებ მერე დაბადების შესახებ რამდენი რაღაცა გამოგივლიათ თუ შეიძლება მამა აი როგორ იცხოვროს ადამიანმა თავის ტკივილთან ერთად და თან ეს ყველაფერი სიხარულად როგორ იქციოს და არა იმათ რომ სიტყვაზე ამ ტკივილს თუ ჩაყევი შეიძლება უბრალოდ ფიზიკურად ბოროტსაც ეგუნდოდეს აი როგორ გამოვიყენოთ სწორად მამაო ჩვენი ტკივილი რაც აი ამ ქვეყნად გვერგო პირველ რიგში მოგესალმებით გიორგი, მე ვესალმები თქვენს მაყურებელს და შენდობით პატიებით, რამდენიმე დაგვიანებით. როდესაც ადამიანი შედლების დაგვარად ეცდება, რომ სულიერად და ღმერთით მიიღოს და მიუდგეს ყოველივე საკითხს, აი ამ შემთხვევაში შესაძლებელია ატანა და მე ამისი გადატანა.
ესე ამბობს ხო წმინდა წერილი სალმონთა მთქმელი ხო მეუტევე უფალს ზრუნვა შენი და მან გამოგზარდო შენ სადაც არის საუნჯი შენი მუნცა იყოს გული შენი აი ესენი ხა ყველაფერი უნდა გავაერთიანოთ თუ ადამიანი ამას სულის გარეშე სხეული შეხედავს ყოველთვის ადამიანი რაღაც სამწუხრებულია განსასწელის გარეშე პრობლემის გარეშე ადამიანი არ არსებობს ჩვენ წინა შეხვედრაზე ვისაუბრეთ ესეთ ფაქტზე ხო აი დაახლოებით ზუსტად ამაზე ვისაუბრეთ რომ ჩვენ შეიძლება რაღაცა გვაქვს პრობლემა მაგრამ მადლიერებით უნდა ამოვიდეთ ის კი არ არის მადლიერება რომ ჩვენ ამ განსასწელში ვართ ჩვენს უკან ჩვენნაირ მდგომარეობას რომ მილიონობით ადამიანები ნატრულობენ ჯანმრთელობითაც საშუალებითაც ფიზიკური მდგომარეობითაც და ასე შემდგომ და აი ამით ხოლოდ ქრისტეთი შეიძლება ამისი გადატანა ამიტომ ამბობს უფალი რომ მოვედი ჩემ და ყოველი მაშრალი და ტვირთძიმენი და პოვოთ განსვენება ის სულთა თქვენთა თუ სული იქნება დამშვიდებული მაგ შემთხვევაში უკვე სხეულიც მიყვება მას და თუ ადამიანის სხეულის ტკივილზე, სხეულის პრობლემაზე, სხეულებრივ მატერიალურ განსაცდელზე ყოველთვის ფიქრობს, ამ შემთხვევაში და სული ჩახსნილი აქვს, ანუ სულთან კავშირი არ აქვს. მაშინ გამოდის, რომ აი როგორც მხოლოდ სამშვენელით აზროვნებს, მხოლოდ მატერიალური ცხოვრობს და რთულია მე ესეთი ადამიანის ნუგეშიც რთულია, თანადგომა რთულია, რომ ჩვენ საკვებს ვიძლებით სულიერს და ეს ადამიანი კითხვებს ვავს, სადაც ჭირდება მას მატერიალური, ესე რომ ვთქვათ, ღვთისმეცნება და მატერიალურად ეხლა ერთი დიდი მამა იყო ესეთი ორიგენი და ღვთისძიებაში შევიდა, ოკეანეში შევიდა და ჩაიძირა და ვეღარ გამოვიდა, ვერ მიწვდა გონებით, ხო? ადამიანს ეცხადება ის, რაც მისთვის დატევნადია და როცა ადამიანი უღმერთოდ, ანუ სიმართლის, ჭეშმარიტების, სიყვარულის, მოთმინების, დათმობის, ცხონების, ანუ მარადიულობის გარეშე უყურებს ყოველივეს დედამიწაზე რაც ხდება ამ შემთხვევაში შეკითხვა ისმის საერთოდ რატო ადანაშაულებ ვინმეს ან ღმერთს და თუ ადანაშაულებ ღმერთს ანუ ეს ღმერთმა რატო დაუშვა ან ღმერთმა რატო ენივა მაშინ საღვთოდ უნდა იაბრძრონო ღმერთით უნდა იცხოვრო შენც რომ ის საღვთო წამალი მიიღო ხა ადვილი სიხარულიც არ არის ადვილი ერთ-ერთი რთული რამეა სიხარულის დატევნაც და საღვთო სიხარულიც ხო ესია მამათა სწავლებაში სხვის სიხარულს რო გაეზიარებ როდესაც შენ არ გაქვს არაფერი სასიხარულო ეს არის ნამდვილი საღვთო სიხარული და ხა სიხარულის დატევნაც თუ რთულია რომ არ აღმოთქვა ან არ შეზახო ან ვინმეს არ გაუზიარო რაოდენ მძიმე იქნება უკვე მწუხარების და ტკივილის დატევნა ამიტომ ამბობს პავლე მოციქული ურთიერთ სიმძიმე იტვირთეთ და ესე აღაზრული ჯული იგი ქრისტესი, ანუ ურთიერთ სიმძიმის ტვირთვა ემსახურება ერთ რამეს, ქრისტიანობის ჯულის აღსრულებას. ანუ ცხონებისკენ უნდა მედიოდეს ჩვენი ყოველივე ურთიერთ, ესე რომ ვთქვათ, ტვირთვა. განსასწელების, მწუხარების და რა თქმა უნდა, მთავარი სიხარული. სიხარულის ტვირთვა უფრო ძნელია. სხვას რო უჭერ შეიძლება ადამიანურად გაიზიარო გვერდში დაუდგე, მაგრამ აი სხვას რო უხარია და სხვა რო ბედნიერია და რაღაცას რო მიაღწია. აი აქ უკვე კარგი თავდაბლობას უგზელება გმართებს, რომ ნამდვილად შენს ქრისტეს მიერად გაიზიარო მისი სიხარული და ის მდგომარეობა. ხშირად ხდება ხოლმე, მამა, რომ ადამიანი იწყეს. რაღაცნაირად და რა არის ამისავე? თუნდაც შეიძლება მარხვაში იყო და მოიწყინო. შეიძლება პირი დღესასწაულზე იყო მოიწყინო. შეიძლება ზოგი დაბადების დღე აქვს და იწყეს იმ სიტყვაზე ამ. და ზოგი პირიქითაც არის, რომ სიტყვაზე რაღაც წუხარებაში შეიძლება ომში იყოს და უბრალოდ ბედნიერი იყოს. აი რაღაცნაირად, აი რა ადამიანთან გვაქვს საქმე და აი ამ რა სტილის არის საერთოდ სიხარული აი ამ ხრი. თუ შეიძლება რომ ამო წმინდა წერილში ეს არის სიტყვები წერია, რომ პირველად ეძიებდეთ სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესამისა და მერმე ყოველივე შეგეძინო თქვენ. ხლა მოწყინება ცხოვრებისეული მდგომარეობა არის, რომ შეიძლება ადამიანმა მოიწყინოს, დაღონდეს გარკვეული პრობლემური მიზეზებიდან გამომდინარე. შეიძლება მოიწყინოს ან გული დაწყდეს, ხშირად არის ხოლმე აი იმედგაცრუება ადამიანთაგან რაღაცა პირობითად ეს სამსახურებრივი მდგომარეობა ან ხელი არ მოემართა და დაღონებული ადამიანი. აი სწორედ ესეთ ადამიანს ისევ და ისევ ჭირდება ის რწმენა, რომ ღმერთი ყოველივეს უშვებს ყოველივე სიკეთისათვის. ჩვენ ხო ვამბობ და ვასწავლი და ვაღიარებ, რომ დედამიწაზე ყველაფერი ღვთის ნებით, ანუ მისი განგებით და მეორე ღვთის დაშვებით ხდება. ღვთის ნებით რაც ხდება, ეს არის ყოველივე კარგი. არამნებავს სარწმუნო და ცოდულისაი არამედ მოგცევაი და ცხონება ემისი. და რაც ღვთის დაშვებით ხდება, ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანის ნება
ჯიუტად ეწინააღმდეგება ღვთისნებას. აი ამ დროს უკვე ღმერთი დაუშვებს რაღაცას და იმ დაშვებაშიც უნდა ვისწავლოთ ჩვენ. ესე ამბობენ მამები, რომ ყველაფრისგან უნდა ისწავლო. ყველა ყვავილისგან უნდა აიღო ის ნექტარი და უნდა იყო ფუტკარი, ხო? ოქროპერი ამბობს, ფუტკარებით უნდა იცხოვრო. ასე რომ ეს განსასწრელი რომ მოვა, სანამ ცოცხალი არის ადამიანი, ყოველთვის არის საშველი და საშუალება იმისა, სინანულისა, გადარჩენისა, ცხოვნებისა და ბრძოლისა. და გამომდინარე აქედან ჩვენ უნდა ვეცადოთ რომ ისევ ღმერთით. აი უწმინდესმა დიდებულად ბრძანა რომ დავიღალე და მოდი ჩემთან უფალო. აი როცა ადამიანურად ბევრ რამეს ებრძვი, იღლება ადამიანის სხეული და სულიც მძიმდება. და როდესაც ღმერთთან ამას მიუტევებ, როგორც მსახურება, დილისხლოსა იწყება, ხო? ჯერ ვაღიარებთ მას რომ ის არის ღმერთი, მე უფეოს ისეთავ. და მე ვთხოვთ და ვებედრებით რომ მოვიდა დაემკვიდრო ჩვენ შორის. და თუ ამას სიტყვით ევედრებით, ამის საშუალებაც უნდა მიცემა ჩვენი ცხოვრების წესი და საქმით. თუ ოჯახის წევრთან, თუ მეგობართან, თუ შენ სულთან არ ხარ ისე დამოკიდებულებაში, მაშინ როგორ გინდა ეს იმოქმედოს უფალმა შენში. როგორ გინდა დაემკვიდროს და შენ კარს არა, ეს იგივეა რომ ადამიანი მოვიპატიჟოთ სახში და კარებზე აკაკუნოს და კარი არ გავუღოთ. ჩვენ რო ვებედრებით ღმერთს რომ ჩვენ შორის დაემკვიდროს, ეს იმას ნიშნავს რომ ცოტა ვაპატიო, ცოტა დაუთმო და მე სულიწმინდის მადლი და ეს ნიჭები საზომისებრ ნიჭის ადამიანს მიეცემა. ანუ რაც უფრო ვეცდებით ჩვენ ვიმუშაკოთ, მით უფრო მოდის და მოდის ეს მადლი ღვთისგან. და ეს გამომუშავებადია, ანუ ღვაწლის შედეგად მიეცემა ადამიანს. არავისთვის არ ენანება უფალს სათნოებები, მაგრამ შენ უნდა მოიმუშაკო ეს ტალანტები სიგავიდან, ხო, როგორ არის? რომ მოგცა, ის უნდა გააბევრო და გაამრავლო. ჩვენ ვისაუბრეთ კიდე ერთს გავიხსენებ წინა გადაცემიდან, რომ ადამიანმა დედამიწაზე რომ არაფერი ცოდვა არ ჩაიდინოს, ეს არ არის საშუალება და საბაბი ცხოვნებისა. საცხოვნებელი რა გააკეთა? აი ამას მოგითხავს უფალი, აბა რატომ მოევლენი ამ ქვეყანაზე? თუ გაქვს საღი ადრონება, ჯანსაღი სხეული, ესე იგი საცხოვნებელი უნდა დადო საქმე შენი სულისთვის და ასე შემდგომ. უცოდველი კიდე არავინ არა ვართ ამ დედამიწაზე და გამომდინარე აქედან მინიმუმ რაღაცა ცოდვა თუ გვაქვს, პირველი საცხოვნებელი საშუალება ეს არის სინანული. და შემდგომ ამისა სიკეთეების აღსრულება და მომუშაკება, ესე რომ ვთქვათ, მოვიძიოთ. რამდენად მოწყალია ღმერთი ჩვენ იმდენად გვეზარება სიკეთეების აკეთებლად გასვლა, დაგეგმა. აღარ გავდივართ მეტნაკლებად და აქით მოდის ეს ხალხი, ვისაც ჩვენ ხედავთ, ვისაც ჩვენი თანადგომა დახმარება ჭირდება, სიტყვიერი, მატერიალური, ფიზიკური და ასე შემდგომ, უნდა ვეცადოთ, რომ ეს არ უნდა გაუშვათ. აი ცოდის აბეხურებზე არის ესეთი რამე, რომ პირველი ეს სწავლება ესეთია, ყოველი კეთილი საქმე, რომელიც კაცმა იცის და არქმნის ცოდვა იარს. ანუ მარტო ეს კი არ ყოფილა ცოდვა, მე რომ რაღაცას ჩავდივარ, ანუ ვაფუჭებ. არამედ რომ არ ვაკეთებ იმას, რისი გაკეთებაც შემიძლია. ესე იგი ვცოდავ მე, ანუ მე მომეთხოვება და მომეკითხება მე ამისი გაკეთება. დიახ და მამაო, თუ შეიძლება აი რა აყვება ზეცაში ჩვენ, იმიტომ ძალიან მაინტერესებს რა იცი თქვენგან, რომ აი ბევრს წვალობს ადამიანი რა, ბევრ დროს უთმობს იმას, რაც შემდგომ აქ რჩება და აი ეს ყველაფერი არ აყვება მას. არ აყვება კი არა, შეიძლება მთელი ცხოვრება დაუთმო სახლის შენებას და შენ რო გარდაიცვლები, იქ ვიღაცა შენმა შველებმა და იმათმა ისე გაფანტონ და ხშირად ხდება ხოლმე ეს, რომ უკან არ მოიხედო საერთოდ შენთვის ყველაზე ძვირფასი და აი რა უნდა იყოს ის სიძვირფასი, მამაო, რაც ზეცამდე აყვება მე და შემდგომ არ გექნება სანანებელი, ხა ბევრი ალბათ როგორ ნანობს, რომ რაღაცა ოაზრობაში დაკარგა დრო სიტყვაზე იყიდა რაღაცა მიწები, რაღაც შენებლობა, რაღაც დაჩები და გარდაიცვალა და ერთ დღეს და ოხრა დარჩა ეს ყველაფერი სიტყვაზე, ან ქონება რაღაც. აი რა გაყვება მამაო და რა უნდა გავაკეთოთ ისეთი ამ ქვეყნად რომ მოვკვდებით, მე არ ვინანოთ რომ ვაიმე დედა ეს რა შეცდომა მომსვლი. უმთავრესი პირველი ეს არის სინანული, რომელიც აქ დატოვებს ყველაფერს და აქ დაწვავს ყოველივეს. პირველი უმთავრესი სათნოება იოანე ნათლმცემელი ამას მოუწოდებდა ადამიანებს. ჯერ შეინანეთ. არა მოვდა ის რა ისიკეთები გააკეთე, ჯერ შეინანეთ, ანუ განიწმინდეთ. ძველ აღთქმაშიც ესე იყო, ხო, ჯერ განწმენდის დღეები იყო და მე იწყებოდა ემსახურები. სინანული არის პირველი. ეს სამ ნაწილად რო დავყოთ ადამიანის ცხოვნების გზა, პირველი არის სინანული, რომელიც არის აზრამდე მიმყვანებელი. მეორე, უკვე ვაკეთებთ და ეს არის სიკეთე.
და სიკეთე არის მოთმინება, სიკეთე არის დათმობა, სიკეთე არის ახშენება, ანუ გაკეთება ნამდვილად ამისი ესე რომ ვთქვათ მომუშაკება, სხეულით, სიტყვით, შემეცნებით, ესე რომ ვთქვათ დათესვით. შეიძლება ადამიანთან ურთიერთობა არ ქონდეს ფიზიკური, მაგრამ რჩევადარიგება შეუთვალო. ნუგეში შეუთვალო. აი ეს სიკეთეები არის, რომელიც იმ სასუფებლის კარამდე მეგიყვანს, აღსავლის კარამდე. აი ეს არის მთავარი. დედამიწაზე ეს გაყვება ადამიანს. პირველი ტოვებს და წვავს და ანქარვებს, ეს არის სინანულით იმ შეცოდებებს, თუ არა და ეს შეცოდებები მიყვება, ყოველი მოუნანიებელი. ამიტომ ვებედრები ჩვენ უფალს, ოდესაც მიცვალებული სულის საცხოვნებლად აღვავლენთ მსახურებებს, იქ არის ერთ-ერთი ესეთი სიტყვა, რომ მიუტოვე ყოველი შეცოდებანი მისნი. ანუ რაც დედამიწაზე ვერ მოინანია ამ შეცოდებებზეა საუბარი. რაც მოინანია იმას თავიდან ხომ არ ვეტყვით ახლა თავიდან ვარ გავემეორებთ ამას. გამომდინარე აქედან, მიყვება აქედან მოუნანიებელი შეცოდებები და მის საპირწონედ მიყვება აქედან ჩვენს მიერ აღვლენილი სიკეთეები. იმდენად მოწყალე არის ღმერთ ერთ-ერთი წმინდა მამა ამბობს, რომ ადამიანის სურვილსაც კი შეიწირავს კეთილს, თუ მან ის ვერ აღასრულა. არამს თუ არ აღასრულა, ანუ ვერ აღასრულა, ქონდა ადამიანს სიკეთის გაკეთების სურვილი, მაგრამ რაღაც მიზების გამო ვერ მოახერხა. იმდენად მოწყალეა ღმერთ, რომ ამასაც შეიწირავს. აი ეს წავყვება ჩვენ აქედან დედამიწიდან, რომ ადამიანებისადმი მსახურება. აი 10 მცნება, როდესაც ესე გადატანითი მნიშვნელობით ორამდე დაიყვანა უფალმან იმ დროს, როდესაც მას ჭაბუკი ეკითხება, რა უნდა ვქნა, რომ ცხოვრება საუკუნო დავემკვიდრო, ანუ მარადიული ცხოვრება, რისვისაც ბრუნავდა ეს ჭაბუკი. უფალი პირველ რიგში შეუნება შეიყვარე უფალი ღმერთი შენი, გონებით, გულით, ძალით, სულით, შემეცნებით, ყველაფრით რაც შენ შეგიძლია. ანუ შეიყვარე ჭეშმარიტება პირველ რიგში, შეიყვარე სიყვარული და მისი სათნოებები. და მეორე, მსგავსი ამისი, ეს ძალიან საოცარია. და მეორე და სხვა კი არა, მსგავსი ამისი. ანუ ღმერთი სიყვარულს უფალი ადამიანის სიყვარულს ადარებს ადამიანთა შორის. ესე არევედრება მამას დაიყვნენო ისინი ერთნიო ვითარცა ჩვენ. აი რა საოცრება განკაცებული მაცხოვრის სიყვარული და მიმართო მამისადმი. ჩვენც ესე უნდა ვეცადო და შეიყვარე მოყვასი შენი ვითარცა თავითვისი. და მოყვასია კაცობრიობაზეა საუბარი, რომ ჩვენ ყველა უნდა გვეცოდებოდეს, გვებრალებოდეს და შეძლების დაგვარად თანადგომა უნდა გამოვხატოთ ადამიანების მიმართ მათი გადარჩენისათვის. ეხლა შესაძლებელია ვიღაცა იყოს მდიდარი და სულ არ შეიძლება მას თქვენი მატერიალური თანადგომა, მაგრამ თავისი სიძუნწით შეიძლება სულს იღუპავდეს. ამიტომ თუ გვაქვს სიყვარული, როგორც პავლე მოციქული ამბობს, თუ ვინმე რომელიმე განსასწელში ბრალსაშინა არისო ან ცოდვაში, მიდი და სიყვარულთა დიდაშინა ამხილე იგი, ანუ თუ შეგვეძლება ჩვენ ისეთ ფილად სიყვარულით გულწრფელად მისი გადარჩენის სრული გვექნება, უნდა დავეხმაროთ თუნდაც ესეთ მდიდარ ადამიანს, რომ ეს თავისი სიმდიდრე თავის აცხრმლად გამოიყენოს და არა სახარებაში როგორც წერია, რომ მდიდარს მოსავალი რომ მოუვიდა და რა გადაწყვიტა მან, ძველ ბეღლებს ავანგრევ, ახლებს ავაშენებ დიდს და განცხრომით ვიქნები მთელი ცხოვრება. და ანგელოზია ესტუმრება, ესე რომ ვთქვათ, გამოიცხადება და დღეს აღამოს მეიღებენო შენ სულს. ამიტომ ყველაფერი ყველაფრად ღირს ცხონებისათვის. დანარჩენი არაფრად არაფერი არ ღირს დედამიწაზე მატერიალური, რომელიც ყველაფერი არის წარმავალი. ესე და მამო, ჩვენი მცდელობა წერა თქვენ ახსენეთ რომ რაღაცა. და ბევრი ადამიანი არის, აი მაგალითად, ზოგი არ არის ისეთი ეკლესიური, ზოგი რაღაცა და შეატყდება ხოლმე, ზოგი მარხულობს, აი მოინდომა რა ვიღაცამ, რომ აი მაქსიმუმი დადოს, აი თუნდაც სიკეთე, მაგალითად, აი შეიძლება არ იყოს რაღაცა ის სიტყვაზე არის რაღაცა ისეთ ადგილას, რომელთაც სიკეთეს არ აკეთებს ხოლმე, მაგრამ გადაწყვიტა რა, იმ სიკეთეს გაკეთება იმ წამს. ამასაც ხო შეიწირავს უფალი. აი, რამდენ ადამიანს, აი ვიღაცას რო გაახარებ, მაგასაც ხო შეიწირავს. თუ შეიძლება აი ეს ჩვენი მცდელობები, იმიტომ რომ ხშირად ხდება ხოლმე, რომ შეიძლება სასულიერო პირსაც კი მოსვლია შეცდომა. ხშირად რომ უთქვამს, რომ აუ ეს რა აზრი აქვს ახლა ამის სიკეთეს. ამ შემთხვევაში რაღაც ადამიანი რაღაცას თმობს, რაღაცას ცდილობს. თუ შეიძლება აი ეს მცდელობები და ისინი როგორ გაუღვიოთ ადამიანს, იმიტომ რომ ის პატარა ნაპერწკალი შეიძლება მეგრე შემდგომ ცეცხლად იქცეს ისეთად რომ ცხონდეს ეს ადამიანი, ხო? ამ პატარა რაღაცებით ხაი ჩემ მეგობარი მეუნებოდა ერთი რომ მარხულობო რა და ანუ ვერ ვეზიარებიო რაღაცნაირად არ ვარო მომზა რაღაცა და მღვდელმაო მითხრა შენ ეგო დიეტარიო და რაღაცაო და იქნებ სულ არ ვიმარხულა. აი წარმოგიდგენთ ხსადამდე მიიყვანა ბიჭო შედალოცო რაღაცა ეცადა, ხო?
დაუშვი რა იმასო ცოტა დაეხმარე ხო იმარხულა მე მომავალ წელს რაღაცა სხვა შესთავაზე რაღაცა ხო ადამიანს თავარია რომ მოაქვს ხო ეს შენამდე წამოიღე რა ბოლომდე თუ შეიძლება მამო აი ეგ როგორ არ უნდა შევცდეთ იმიტომ რომ ხშირად ხდება ხოლმე რომ ადამიანებს ანუ ჩვენ თვითონ ვართ იმის მიზეზი რომ ვიღაც ადამიანები ვერ არიან იმ მოწოდების სიმაღლეზე როგორც უნდა იყოს არა ნიჭი აქვს გამოკაჩერა რომ მეტად წამოიღო ის ნიჭი თუ შეიძლება მამო აი მოძღვარიც და ანდა უფროსი სიტყვაზე როგორ მოექცეს იმ ქვეშემდომს რომელიცაც შეიძლება რომ გამოტყო უფრო მეტი სიკეთე ვიდრე სიბოროტე რა და არ გავაბოროტო ნებისმიერ ადამიანს იმაზე მეტად უნდა დაანახო და წარმოუჩინო ის სიკეთე ვიდრე ფასობს ეს არის ერთ-ერთი გინდ ფსიქოლოგიური გინდ საღვთისმეტყველო სწავლება და სიბრძნე ძალიან პატარა ბავშვს კი აი მე მშობლებს ხშირად მიმართავ ხოლმე რომ აი მაგალითად თუ თქვენი პატარა ქალიშვილი პატარაა და რაღაცას ცდილობს რომ დაგეხმაროთ ვეუბნები დაიხმარიეთ აი მაგალითად მოდი თებში გაარეცხინე ვეუბნები აქედა ადიდე და კარგად გარეცხე ის რომ გავა ოთახიდან შენის თავიდან გარეცხე ისე როგორც კი ადამიანს რაღაცას დაუწუნებ იმის ხალისას კი კარგავს რასაც აკეთებს რომელი კეთილგონიერი მე ვენახე ესე რომ ვთქვათ ანუ ვისაც ბაღჩააბარია ხო პირველ წელს თუ ناقოფი არ მოისხა ხო არ ამოძირკვა ვიმენა ხთლიანობაში ესე იგი რაღაცა მიზეზი არის მაგრამ თავარი არ გახმა თავარი არ დაჭკნა ესე იგი ჩვენ რაღაცა სხვანაირად უნდა გავსხლათ ან სხვა წამლებით უნდა მიუდგეთ სანამ ცოცხალია ეს იგივე ახლა რომ ადამიანი ახლა პირობითად გაცივდა თუ იმ გაციებას შველას არ დაუწყები შეიძლება მე ქრონიკულში გადავიდეს იქ წავიდეს გართულდეს და ასე შემდგომ უფრო დაამძიმებ ეს მდგომარეობას ასე რომ თლიანობაში ესე ვამბობ თუ უფალი ადამიანის სურვილსაც კი შეიწირავს მაშინ ჩვენ უფალზე დიდები როგორ უნდა ვიყოთ რომ დაუკარგოთ ის რაც გააკეთა ამ ადამიანმა გამომდინარე აქედან კიდევ ერთხელ გამხნევება, მოტივაციის ამაღლება და ქება დიდება. ეს როგორ შეძელი, რა მაგარია. აბა ადამიანს ხა 20-30 წელი არ უმარხულია და მოვიდა და პირველ რიგში რაღაცა გააკეთა. და ეს რაღაცა მისთვის არის ვისაც ხედავს ყველაზე დიდი. იმიტომ რომ ის კი ეზიარება, მაგრამ ის 2 წელია, 3 წელია დადის ტაძარში და შემეცნებას მეტი აქვს და მადლიც, მაგრამ ჩემთვის ჩემი უფრო დიდია, იმიტომ რომ მე რაც შემეძლო ის გავაკეთე. ეს ის 2 ლეპტა, რომელიც მე მეტი არ ქონდა და ეს დავდე. და იმას შეიძლება ნამეტნავისაგან აკეთებს იმეტანიებსაც, ტაძარში დადის და ასე შემდგომ, რაც მეტი მიეცა და გამომდინარე აქედან ესე უნდა შევხედოთ თლიანობაში არის ეს პასუხი. 2 ლეპტასავით უნდა შევუწიროთ და უფრო დიდად კიდევ ერთხელ ხას უსმავთ და წარმოუჩინოთ მისი ეს შედეგი და გაგვიკვირდეს კიდე უნდაც სტორი გაგებით რომ ყოჩახ ასე უცბად ასე დამოუკიდებლად როგორ იმარხულე როგორ შეიკავე თავი ეს ხო ნებისყოფაა ეს ხო მადლია ეს ხო ნიჭია და უფალმა მიცა ამისი მადლი და ნიჭი მონდომება თვითონ დაიწყო ეს მოძღვრის გარეშე რჩევის გარეშე სწავლების გარეშე და ეხლა რამხელა საფუძველი გაქვს ბაზა იმისა რომ ესეთი ადამიანები სანატრელია კაცო აბა ხო ჩვენთან ძირითადად ტაძარში ადამიანები რომ მივდივარ და განსასწრელი და პრობლემით ზოგი ადამიანი წყალობით მოდლის რომ აი მე არაფერი არ ვიცი არც პრობლემა არ მაქვს უბრალოდ მინდოდა რომ მემარხულა მინდოდა რომ ზღვარი მყოლოდა და ეხლა იმას რო უთხრა შენ მაპატიე და შარლით რატომ მოხვედი პირველად ტაძარში და თუ აღსარებას არავის რა აზრი აქვს ამარხვას და დიეტაზე და ნუ რაც თქვენ უძანეთ არ შეიძლება არა ესე მიდგომა თან მამაო რა არის იცით აი მივხვდეთ იმისა რომ ხა ჩვენში უნდა თქვა რა ჩათვალეთ რომ ხმამაღლა ვფიქრობ რა ამდენი პროპაგანდა ეკლესიის წინააღმდეგ ცუდი შავი აი ამ ყველაფერს ისმეს ვიღაცა ადამიანი და შეუულია რომ არ მივიდეს და პირიქით მოდის ხო არა აქვს იმას იმდენი ცოდნა რომ აუცილებლად პირიქით ეს პროპაგანდა რო არის აქ უნდა იყო პირიქით ისეთი ცოდნა აქვს რომ ეს პროპაგანდა რო არის იქმათან არ უნდა იყოს სიტყვაზე და ყველაფერს აკეთებენ ეს დემონური ძალები რავი ტელევიზიებიდან მოყოლებული რეებს არ აკეთებენ ამ შემთხვევაში ადამიანი მოდის ლამდა არ ამცოდნეთან არაფრის არიცის არაფერი ესე იგი ძალიან მაგარი ტიპი არის იმ ამბავში რომ ამ ყველაფერს მოუგო და კიდე მოვიდა ეკლესიაში ამ ხელა იმის მერე ხო და შენ დგები და ეს რაღაცებს ეუნები მამო წარმოგიდგენ ხარ ამ ხელა ლანძღვა არის სასულიერო პირების იმის და კიდე რომ მოდიან მამო ესენი ხო თუ შეიძლება მამო აი ბოროტს როგორ აყავს ისა და მაინც ეგ გამოექცა ბოროტს და მაინც თქვენთან მოდის მამო და
თუ შეიძლება როგორ აი 10-11 წუთი დარჩა მინდა სულ თქვენ ისაუბროთ მე არ მინდა საერთოდ კითხვას დავსვი იმიტომ რომ დააგვიანეთ სამწუხაროდ ჩვენ და კეთილი პირველ რიგში ღვთის მადლით ხდება ეს და მისი წყალობით და ყველასთვის ხდება ეს მაგრამ არიან ადამიანების კატეგორია ვინც სინდისთან არ მეგობრობენ და მის ხმას არ უსმენენ არიან ადამიანები ვინც სწორ ანალიზს აკეთებენ და მთავარი ხა საფუძვლები ის არის რომ დედა ეკლესიაში არის მადლი ქრისტეს მადლია და ეს თავისთავად მზეა ამას ვერც ციბნელეში ვერ დააბნელებ და ესე რომ ვთქვათ ვერ ჩაახშობ გამომდინარე აქედან ჩვენ შეიძლება ზოგიერთი სასულიერო პირობითად ისეთ მოწოდების სიმაღლეზე ვერ ვარ შეიძლება რომელიღაცა მრევლი იქ რაღაც თანადო მაგალითს ვერ იძლევა მაგრამ ეს ხომ მთლიანობაში ეკლესიის სახე ხო ერთობით არის და სისავსით არისა რა და ეს მთლიანობაში არის მზე შეიძლება დღეს ცოტა ღრუბლიანი ამინდია მაგრამ სითფო და სინათლე მაინც არის ამ სამყაროში და გამომდინარე აქედან სამწუხაროდ ის ადამიანები ვინც ამას ებრძვიან მწუხარება იმაშია რომ გააზრებულად ებრძვიან და გაუაზრებლად ვინც ებრძვის ხო ადრით უგვიან უფალი მაგას მოიყვანს როგორც სავლეს ხო სავლე რას აკეთებდა ჭეშმარიტად იყო ის თავისი საქმის პირნათა დამსრულებელი მაგრამ როგორც კი ნამდვილი ჭეშმარიტება შეიმეცნა უკვე ვიცით პავლე მოციქულის ცხოვრება აქედან გამომდინარე უმთავრესი ადამიანში ღმერთი რაც არის ეს არის სინდისი ხმა ღვთისა სულში ამასთან უნდა იმეგობროს და ამისი ანალიზი უნდა გააკეთოს აი არ უნდა დავიდეს ცოდვის იმ საფეხურამდე რომ უკვე წინააღმდეგობაში მოვიდეს ყოველივე ცოდვა ეპატიება ადამიანს სინანულს ანამ მოასწრებს. არა არის ცოდვა, რომელსაც ღვთის მოწყალება აღემატება. და მეორე, ერთადერთი ცოდვა, ანუ სულიწმინდის გმობა არ მიეტევება ადამიანს. როცა ადამიანმა იცის მაცხონებელი საშუალება, წყარო იცის და მას უარყოფს და არ ნანობს. ეს არის მიუტევებელი ცოდვა. ამიტომ სინანულში უნდა გაიზარდოს ადამიანი. იუდამ ქრისტესთან ერთად ცხოვრობდა, მასთან ერთად იზრდებოდა, მასთან ერთად განისწავლებოდა. უდიდესი დაცემა ჰქონდა მას, მაგრამ დაეწყო მას სინანული, როდესაც ის 30 ვერცხლი დაუბრუნა, მაგრამ ვერ გაიზარდა სინანულში. ქრისტესთან უნდა გამოიხატა მას სინანული და არა იმ რაღაც თანხის უკან დაბრუნებით. ამიტომ ხმა ღვთისა სულში ადამიანს ყოველთვის მოუწოდებს როგორც ავაზაკს. და ის გონიერი ავაზაკი ემიკომ გამოდგა, რომ მან ანალიზი გააკეთა სიკვდილის წინ და აღიარა ღმერთი. და მეორე ადამიანური აზროვნებით გააკეთა ანალიზი და ესე რომ ვთქვათ პირდაპირ მიმართა თუ ხარ ღმერთი შენს გადაერჩინე თავი და მეს გადამარჩინე მას მისი სხეული ენანებოდა აღსრულებისათვის და საერთოდ არ გააჩნდა სინანული ასე რომ ჩვენ მთავარი ყველაზე მთავარი სინანული უცოდველი უშესტომო არავინ არ ვართ ამიტომ ამბობს აგერ დღეს მარხვის პერიოდში ხო მეფრე მასურე უფალო მომანიჭე მე განცდა საკუთარ თვისაცოდვათა რომ მე იმისი დრო არ მქონდეს რომ სხვის ცოდებს ხედავდე და თუ სხვის ცოდებს დავინახავ იქაც კი უნდა ვისწავლო ისიც კი საცხონებლად უნდა გამოვიყენო მე რომ იგივე არ გავაკეთო რასაც ის ადამიანი აკეთებს შეიძლება თვითონ ვერ ხედავს ის ადამიანი თავის ცოდვას ჩვენც ხო ხშირ შემთხვევაში ესე ვართ ჩვენ როდესაც რაღაც ცოდვა ჩავდივართ ადამიანები შეიძლება გონიათ ცოდვა საერთოდ არ არის მაგალითად ეს არის დანაშაული უბრალოდ ან ეს მე მეკუთვნის მარტო და მე მეხება და ჩემ თავს ვაზიანებ ამით და ამაში საერთოდ ზოგიერთი ადამიანი არ ხედავს ცოდვას არა და ამითაც ცოდავს რა თქმა უნდა როდესაც მის ხელს აზიანებს მინიმუმ იქიდან გამომდინარე რომ წმინდა წერილში წერია გახსოვდეს ტაძარი ღვთისა ხარ ესე იგი თუ შენ ტაძარს აზიანებ ესე იგი შენ აშავებ და თუ აშავებ ავტომატურად ცოდავ და როდესაც შენსაც აზიანებ, მეც ვზიანდები, როდესაც ხედავ ჩემი საყვარელი ადამიანი საკუთარ თავს აზიანებს და ამით მისი სული ზიანდება, ან მისი სული წარწყდება, ან მისი სული უნანელ მდგომარეობაშია და ასე შემდგომ. ჩვენ უნდა ვეცადოთ რომ ანალიზი გავუკეთოთ ყოველივეს. ჩვენ ამ ქვეყანაზე მოვლენებულები ვართ პირველ რიგში საკუთარი თავი გადავირჩინოთ, საკუთარი სული, სინანული და სიკეთეების დასრულებით. თუ იქნები შენ მზე, ამას უნდა ეცადო. შენ სირბილ ყოლა გათმო. მორჩა განათდებიან და გათფებიან. ამას უნდა ეცადო. და მეორე, შენს ეს მზის ხებობანა უნდა ესე რომ ვთქვათ მოიკოწიწო. ერთი გამოსტილი ადამიანი პირობითად შეიძლება ეს იყოს რაღაც სამედიცინო სფეროს თანამშრომელი, ტელევიზიის თანამშრომელი, მღვდელმსახური. მადლი ყველა ადამიანს აქვს რაღაცა და ის ხატება რაც არის, ან მსგავსება ვისაც გამოვლენილი. ეს უნდა მოიკოწიწოთ. რამდენი მღვდელი ხარ მე მაგალითად ძალიან ბევრი აღსარების მიმართულებითი სინანული მრევლისგან მისწავლია. აი ზოგიერთს ისეთი დამოკიდებულებაა კონკრეტული ცოდვას და ისე განიცდის, ჩემთვის ეს არის სწავლებადი და დამაფიქრებელი, რომ ეს მადლი უფალმა ამ ადამიანს მიცა იმ სიღრმისეულად, ისე რომ ამას ებრძოლოს.
და ეს შეიძლება ყველა ადამიანში ესე არ იყოს, ესე რომ ვთქვათ, გამომუშავებული. და უნდა ვეცადოთ ფუტკარივით მოკოწიწებას კიდევ ერთხელ ისე მოვჩვენს ირგვლივ, აი ხა ადამიანები რო ჩდებიან, ზოგის გასწავლობს, ზოგს ასწავლი, მაგრამ უმეტესობისგან რაღაცა ისე აჩენს ღმერთი, რომ ყველასგან რაღაცა სწავლობ და ვიღაცა რაღაცა აი ნებისმიერს რომ დააკვირდა გვერდიდან ბავშვი რო ბავშვი იმისგანაც ისწავლე. თუ შეიძლება ბოლო 5-6 წუთი დარჩა და რას გვეტყვით კიდევ, აი როგორ უნდა ვისწავლოთ სხვისგანაც, იმიტომ ბევრი ადამიანი რითით ყუდება, იცი რომ ამაყია და ვერ იღებს სხვისგან კი არა, თავის შეცდომებისგანაც ვერ სწავლობს, იმიტომ რომ თავის შეცდომა რომ მოვა იტყვის, აუ ეს შემთხვევით მომივიდა მე მაგარი მძღოლიო სიტყვით დაამტრია მანქანა იმას კი არ იტყვის რომ მანქანა დაემტრა და შეეშალა არა შემთხვევით ეხა ის გადმომიხდა და იმას აბრალებს აი დაამტრია შედალოცვილო ისწავლე აქედან ხო ჩაიდინე ცოდო ისწავლე არა აი შეცდომით კიდე ვიღაცას გადააბრალებს თუ შეიძლება მომო როგორ ვისწავლოთ ჩვენ სხვისგანაც და ჩვენ შეცდომებზე თუ შეიძლება როგორ ვისწავლოთ ის რომ რაღაცა დანახვა გასწორების თვალის გასწორება უჭირთ ადამიანს მის შეცდომასთან და სამწუხაროდ ჩვენ და მე სავალალოდ თავდება ეს ყველაფერი. დედაცოდების არის ამბარტავნება და ამან თუ დაბინდა ადამიანი დამთავრდა. ორი რამე ჭირდება მას, პირველი მიმღებლობა უნდა ქონდეს ადამიანს და მეორე შენთვის ვიღაცა უნდა იყოს ავტორიტეტი, ვისგანაც შენ ამას ისწავლი. პირადად შენ რომ მიხვიდე და მას რჩევა დარიგება კითხო, მაგრამ თუ მიმღებლობა არ აქვს თელ სამყაროს რო უსმინო და თუ შენ ეს არ მიიღე ამას აზრი არ აქვს. აი მაპატიეთ ხა ყურები რო დაიცო და მთელმა სამყარომ შენზე ისაუბროს, ვერაფერს ვერ გაიგე. თუ გულის ყური დაიცო ადამიანმა, არავისგან არაფერს არ ისწავლის. ასე რომ ანალიზას აკეთებს, ნებისმიერმა ადამიანმა დედამიწაზე იცის, რამე თუ სინდისი ყველასა აქვს, ღვთისხმა სულში ყველაში არის, რომ ეს არ ვარგა ის დანაშაულია, მაგრამ საკუთარი პიროვნების ამპარტავნებით დანახული, საკუთარი მეს წარმოჩენით არ იღებს ამას და ვერ აღიარებს. და თუ მიმღებია ეს ადამიანი და რჩევას გეკითხება, სწორედ მე გჭირდება ის მადლი, რომ იმ ადამიანს ისი ასწავლო, რომ ცოტა და დაიტიოს. აი რაც არ უნდა ძალიან გშიოდეს ცოტა და უნდა ჭამო ზომიერად რომ ის დაამუშავო, მიიღო, არ გაწყინოს იმის მიღებამაც კი, რომ დაუღეჭავე არ მიირთვა და არ გადაყლაპო, ან პატარას ის არ მიცე, რაც მისი სხეულისთვის მოსანელულად ძალიან რთულია. ამიტომ ამ ორი რამის სინთეზი გვჭირდება ჩვენ, ადამიანი უნდა იყოს მიმღებელი. დედა ეკლესია ყოველასთვის ხადაგებს, ყოველას მოუწოდეს მაცხოვარი მოვედი ჩემ და ყოველი მაშვრალი და ტვირთმძიმენი. მაგრამ როდესაც ადამიანს არ უნდა იქ მისვლა, იმიტომ რომ ის თავის ღმერთს ეძებს, პირადი ღმერთი უნდა, პირადი ღმერთს ქმნის ამ სამყაროში. არ უნდა ის პირობითად მოთმინება, დათმობა, მარხვა, ღვაწლი, არც იცის რა არის ცხონება, არც იცის რა მარადიულობა, მაგრამ ამის გარდა კიდე ხო ადამიანური ცხოვრებისეული მომენტები არსებობს, რომ მაგალითად თავისი საქციელით კიდე ერთხელ ვამბობ, რომ ოჯახის წევრი გაანაწყენა. ეხლა ამ ადამიანმა უნდა გაიაზროს რა არის დედა, რა არის მშობელი, მეუღლე, რამ დარდია, წუხარება, ტირილი, რამდენად მძიმეა ეს. აქედან გამომდინარე, ამას უნდა მიუდგეს ისე, რომ გაითავისოს ხვისი მდგომარეობა და დაიწყოს ფიქრი და ანალიზი საკუთარ თავთან. რომ კი ეს მე ჩემი მანქანა დავამტრიე, მაგრამ აი ამ ჩემი მანქანის დამტრევით მე კი მაქვს საშუალება ახალს ვიყიდი, მაგრამ სანამ მე ცოცხალი ვარ და გადარჩი, იქ ოჯახის წევრმა უკვე ინერვიულა, იტირა. იმიტომ რომ მე ჩემი სიამოვნების გამო, ჩემი დაუფიქრებლობის გამო, ჩემი სიჩქარის სიყვარულის გამო გავაკეთე ეს. და ამას მე ჩემი სიამოვნებისთვის ვაკეთებ, მაგრამ ჩემი სიამოვნება თურმე სხვის ცრემლებზე, ემოციებზე, ნერვებზე გადის. და თუ ის ჩემთვის საყვარელი ადამიანი უნდა დავიწყო მისი მოფრთხილება. და მისი მოფრთხილება სწორედ მდგომარეობს ჩემი ცხოვრებისეული ქმედითობაში, ანუ გამოსწორებაში, ანუ დაკვირვებაში და გაუმჯობესებაში. ხვის გათვალისწინებაში. რა თქმა უნდა, ყველაფერს უნდა დააკვირდეს. სამყარო ესეთია, რომ ის სიკეთეებიც უნდა ნახო და ისწავლო წეღა როგორც თქვი და იმ ცოდვასაც და სასურსაც, რომელსაც დაინახავ, იქაც უნდა ისწავლო. თუ ხარ ბრძენი, რომ შენ იგივე არ დაგემართოს. წმინდა წერილში ხო წერია მიდი და სიყვარული დიდეში და ამხილი და თუ არ შეისმინაო, ნუ მე მეგობარი თუ არ შეისმინა, განეშორი რომ შენს არ განიცადო. ნუ შენს ისე მდგომარეობაში რომ არ ჩავარდე, ეს უნდა ისწავლო. პირველი რომ მიმღებლობა იცოდე და მეორე რომ შენს არ გაჯიუტდე და არ მიემსგავსო მას, არ მიებაძო მას. სინდისთან მეგობრობა. აი ეს არის ჩემთვის ყველაზე მთლიანობაში რო ვთქვა, რომ სინდისთან ურთიერთობა არის ღმერთთან ურთიერთობა და ეს სინდისი მაინც არ არის შენი მეგობარი, რომელიც შენთვის ავტორიტეტი არ არის, ეს სინდისი მაინც არ არის შენი პედაგოგი, მშობელიც თუნდაც ესე რო ვთქვა, ეს შენია.
ღვთისმოა და ამას მაინც მოусვენი ადამიანო და ამასთან მაინც დარჩი ჩუმად. ამასთან მაინც იყავი თამდაბალი. ამას რატო ეამპარტავნები ეს ხო შენია და არა სხვისი. სამწუხაროდ ჩვენად როა მოიწურა. ჩაი შემდეგში აუცილებლად მოგიწვევთ მამაო, აი ძალიან ახლო მომავალში რა მეკპირდებ. შეიძლება იმ კვირის ორშაბათსაც მოგიწვევთ, აი მოდი ესე გავაკეთოთ და მადლობა ყველა და შენდობა კიდევ ერთხელ. გასაუბროთ მამაო, პირიქით რას ლაპარაკობთ მამაო, ჩემი ბრალი არის ალბათ. ერთმა უმრავლოდ ჩვენ ეკლესიას მლოცველი ხალხი და ჩვენ ტელევიზია მსმენელი. აუცილებლად მამაო, ძალიან დიდი მადლობა. სხვათა შეგიყვარა ძალიან ჩემ მსმენელმა და ძალიან ბევრი ადამიანი წერს თქვენს შესახებ და თქვენ ერთ-ერთი ის ადამიანი ხართ, რომელიცაც მოიყვანს სტუმრად და მე ნანოფ რომ აქამდე როგორ არ მოგყავდაო და ჯოს გვიან ედრი არასდროს და მადლობა იმისათვის რომ ხართ მამაო და აუცილებლად ყოველთვის იქნებ დიდი მადლობა მამაო თქვენ პატარას მოვიკითხავთ თქვენ ოჯახს მოვიკითხავთ მთელი გული და სული და რა ვიცი ბედნიერებას გისურვებთ ყველაფერს სიკეთეს გისურვებთ და ღმერთმა და მშვიდობიანი მარხვა დიდი მადლობა მამაო და აუცილებლად იმ კვირაში აუცილებლად კიდე მოგიწვევთ მამაო აუცილებლად მეკპირდებით ამას ბედნიერებას გისურვებთ დროებით სამწუხაროდ ჩვენ და ძალიან მაგრა ისაუბრეთ მაგარი მომზადებული ყავი და სამწუხაროდ ჩვენ და რაღაცნაირად დრო ესე რაღაცნაირად გაგვექცა და კარგად ზანდებოდეთ დროებით ძალიან ისე დამშვიდობება ხვალ საღამოს დაგიბრუნდებით მამა დავით ციცქიშვილთან ერთად საღამოს 8:00-ისათვის კარგად ზანდებოდეთ მე გახდით გიორგი დარასელია მამა დავით წულეისკირი გახდა ჩვენი სტუმარი და აუცილებლად იქით კვირაში კიდე მოვიწვევ